საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. მსოფლიო ჩიხი. ეპიგრაფად კი გალაქტიონის ცნობილი სიტყვები წარმდგარი. ყველაფერი არის ძლიერ კარგად, ყველაფერი ძლიერ ცუდად არის. თუ რატომ გავაკეთე ასე, შევეცდები რომ ეს გზადაგზა განახოთ. ძალიან ქართული ვითარება დასავლეთში, დასავლეთთან და რუსეთთან, განსაკუთრებით უკრაინის ფრონტზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ქართული და ვითარება მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კარგი პირი უჩანდა ამერიკისა და ირანის ურთიერთობებს, საერთოდ მსოფლიო შევიდა ჩიხში. რა თქმა უნდა, საქართველოს ამას მიყვება, თუმცა ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, რაღაცნაირად ხერხდება ის, რომ აქ მშვიდობა იყოს და ცხოვრება თითქოს ჩვეულ რიტმში გრძელდება. თუმცა არავინ იცის რა მოხდება ხვალ. იმიტომ რომ ყველა მხრიდან შემოგვიტიეს. მაგალითად, ევროპა. ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მორიგი რეზოლუცია შიდა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თემასაც ეხმაურება. ლიეტუველი დეპუტატის რასა იუკნევიჩიანის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც კენჭი გუშინ უყარეს, სინანულს გამოთქვამს, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო ქართველ მაღალჩინოსნებს ევროკავშირის მასშტაბით სავიზო სანქციები ვერ დაუწესდათ და შეზღუდვები მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებს შეეხოთ. 436 მომხრე 155 წინააღმდეგი. ხმათა ამ თანაფარდობით დამტკიცებულ დოკუმენტში უვიზო მიმოსვლაზე ახალ ინიციატივას ვკითხულობთ. რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება. ეს წვეთია ზღვაში, მაგრამ კარგად ასახავს საერთო ვითარებას და დამოკიდებულებას ევროპისა ჩვენთან, ჩვენს მიმართ. რა ხდება რაშია საქმე, რატომ გვებრძვიან ასე გამწარებულები და რას უნდათ რომ მიაღწიონ. ესეც ნათელია და ბევრჯერ არის უკვე ნათქვამი. მათ უნდათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. მათ უნდათ საქართველოში აგენტოკრატიის დაბრუნება. მათ უნდათ საქართველოში მეხუთე კოლონის მოყვანა ხელისუფლებაში და უნდათ სრული კარტ ბლანში, როგორც იტყვიან. დღევანდელი ხელისუფლება მათთვის უხერხული პარტნიორი აღმოჩნდა. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას, საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენას და იბრძვის იმ უფლებების დასაბრუნებლად, რომელიც წაგვართვეს. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის უფლება. ეს არის ჩვენი სუვერენობის უფლება. აი ეს არის მიუღებელი დასავლეთისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპისთვის და რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვისთანაც ურთიერთობა ვერაფრით ვერ განტვირთეთ. ვერანაირად ვერ მოხერხდა ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული იყო ურთიერთობა იმ დონეზე და იმ ფორმით, რომ ეს ყოფილიყო მისაღები, როგორც ერთი ისე მეორე მხარისთვის. იყო მცდელობები, იყო დელეგაცია ჩამოსული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რაც მოყვა ამას მოყვა გართულება და ამას მოყვა ისევ და ისევ მოთხოვნა იმისა, რომ საქართველო უნდა იმართებოდეს მათი სპეცსამსახურების მიერ და საქართველოში სუვერენობა უნდა იყოს თითქმის ნულის დონეზე. აი ეს არის მთელი ფილოსოფია მათი დამოკიდებულებისა ჩვენთან, მაგრამ მარტო ჩვენთან ურთიერთობა ხომ არ წყვეტს მსოფლიოში ბედს. მსოფლიოს ბედს წყვეტს ურთიერთობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის, ურთიერთობა იმ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი მსოფლიო სცენაზე და რომელთა შორის ურთიერთობა ვერ იქნა და ვერანაირად ვერ ჩამოყალიბდა. მაგრამ არის კიდევ ერთი მიმართულება, არის კიდევ ერთი სახელმწიფო, რუსეთი. ცოტა დათბობის ნიშნები რუსეთთან, რა თქმა უნდა, გქონდა და ეს იყო მისასალმებელი, თუმცა ეს მეხუთე კოლონა დასავლეთისა დღენია და გახვიროდა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ჩვენ ურთიერთობები არ უნდა გქონდეს მოწესრიგებული.
დიახ, არ უნდა გქონდეს მოწესრიგებული რუსეთთან, უნდა გქონდეს გაპირისპირება რუსეთთან, უნდა ვიყოთ კონფლიქტში და რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოცხადდეს და არის კიდეც გამოცხადებული საქართველოს ისტორიულ მტრად. აი ეს არის მათი დამოკიდებულება. მეხუთე კოლონისა, დასავლეთის მეხუთე კოლონისა რუსეთთან, მაგრამ მარტო ეს არ არის. მათ სხვა ძალები ჩაითრიეს, ეს ძალები როგორც ჩანს ახერხებენ იმას, რომ რუსეთთან არა მარტო ურთიერთობები, ჩვენი ქართული ურთიერთობები დააზიანონ, არამედ თვითონ რუსეთი დააზიანონ, ამას კი რა თქმა უნდა გარკვეული შედეგები მოყვება ხოლმე და ამასთან დაკავშირებით ალაპარაკდა ჩვენი თანამემამულე მამუკა ფიფია. 40-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის შესაძლოა რუსეთის ბაზარი ახლო მომავალში ჩაიკეტოს განცხადებას ამის შესახებ პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი ბიზნესმენი მამუკა ფიფია აკეთებს. ის სოლოვიოვ ლაივის ეთერში იყო მიწვეული. ფიფიას თქმით, კონკრეტულ კომპანიებს ბრალი ედებათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში. აი ასეთი გახლავთ ეს განცხადება, რომელიც უაღრესად სერიოზული განცხადებაა, იმიტომ რომ ასეთი რამ თუ მოხდება, ეს ნიშნავს თუ მთლიანად შეჩერებას არა, დიდი დოზით დაზიანებას ვაჭრობისა საქართველოსა და რუსეთს შორის და რა თქმა უნდა ეს დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა თავითვე უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საკითხი. აი კიდევ ერთი ფრაგმენტი სიუჟეტი. კომპანიები, რომ არ სახელდება კონკრეტულად, თუმცა ფიფია ამბობს, რომ ისინი მსხვილი კომპანიები არიან ალკოჰოლური, უალკოჰოლური და გაზიანი სასმელების სფეროდან, ასევე ლუდისა და თხილეულის წარმოებლები. ფიფიას მტკიცებით, ეს კომპანიები ანტირუსული გამოსვლების დაფინანსებასა და რუსოფობიური განწყობების ხელშეწყობაში არიან შემჩნეულები. ფიფია ტრადიციულ რუსულ ნარატივსაც იშველიებს და ამ კონტექსტში ეკლესიასაც ახსენებს, ამბობს, რომ ეს კომპანიები ანტიეკლესიურ და ანტისამთავრობო მოძრაობებს აფინანსებენ. ეს მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური არხია. ოპოზიციური არხი იმას ნიშნავს, რომ ეს არის დასავლეთის მეხოტბე, მეგუნდრუკე არხი და აქედან გამომდინარე მათ დიახალს ახარებთ ის თუ გაფუჭდება, თუ გართულდება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან. ამიტომ ამ ინტონაციებს რა თქმა უნდა თქვენ უკვე ატყობთ ამ სიუჟეტში, მაგრამ ეს არ არის ამ წუთს თავარი არის ფაქტი, რომლის შესახებაც არის საუბარი და ახლა შეგვიძლია თვითონ ბატონ მამუკა ფიფიას მოусმინოთ. Многочисленным трудящихся ქართველმა მშრომელებმა გთხოვეს ყურადღება მიგვექცია კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთში მილიარდებს შეუვლობენ და ამ ფულით აფინანსებენ ანტირუსულ გამოსვლებს. ისინი აფინანსებენ ანტიქართულ გამოსვლებს საქართველოში, გამოსვლებს ხელისუფლების, ხალხის და ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ადამიანები დაგვდნენ აეროპორტში, როცა პირველი რეისი ჩამოფრინდი. ისინი საკუთარ პროდუქციას ყიდიან და ფულს ამ რადიკალებს აძლევენ. არსებობს სია, რომელშიც 40-ზე მეტი კომპანიაა და ისინი შესაძლოა უახლოეს მომავალში აიკრძალონ რუსულ ბაზარზე. ისინი შემჩნეულები არიან რუსოფობიური განწყობების და ანტისამთავრობო გამოსვლების დაფინანსებაში. ამ კომპანიების უკან რიგითი ადამიანები დგანან და ქვეყნის ბიუჯეტიც. ამიტომ რაღაც კონსენსუსი უნდა მოიძებნოს. რუსეთი არ დაუშვებს, რომ მისი საშუალებით ფული გააკეთონ და ეს ფული მისავე წინააღმდეგ გამოიყენონ. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ახლა ძალიან უჭირს ჩვენ ამ თემას შევეხებით მოგვიანებით, მაგრამ ასია თუ ისია, ჯერჯერობით რუსეთია, ის არის ის სახელმწიფო, ვისთანაც ვაჭრობა საქართველოს ბიუჯეტს დიდწილად ეტყობა და ამიტომ ჯერჯერობით ჩამოვწერთ, ასე ვთქვათ, რუსეთის ფაქტორს და რის შესახებაც ბატონი მამუკა ფიფია ლაპარაკობს, არის უაღრესად მტკივნეული საკითხი. თუ ეს ასე იქნება და ეს ასე განხორციელდება, არა და ალბათ ასე განხორციელდება. მე უკვე ვახსენე ის თუ რა მდგომარეობაა შექმნილი დღეს რუსეთში, ამიტომ რუსეთში რა თქმა უნდა გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება, ახალი რეგულაციები და ეს შეეხება ყველა იმ კომპანიას, რომელიც არა მარტო ვაჭრობს რუსეთთან და ძალიან დიდ ფულს შოულობს რუსეთში. არამედ აი ამ ფულის დიდ ნაწილს, რაც იქ იშოვეს, ხარჯავს ისევ რუსოფობიის გაღვივებაში, ისევ რუსეთის საწინააღმდეგოდ და ისევ რუსეთთან მტრობის გასაღვივებლად. ამიტომ აქ რა თქმა უნდა რაღაცა ცვლილებები განხორციელდება.
ნახოთ ეს ოპოზიციური არხი როგორ აფასებს ყველაფერ ამას. რუსული ბაზარი რომ არასანდოა PPS-ის მუქარა კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საშუალებით როგორც ჩანს კრემლი კიდევ ერთი სადამსჯელო ოპერაციის დაწყებას აპირებს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ქართული ბიზნესის გარკვეული ნაწილისთვის ისტორია და წარსულის გამოცდილება არასოდეს გაკვეთილი, ასევე საინტერესოა რომელ კომპანიებზე საუბრობს PPA და საიდან აქვს მას ინფორმაცია რომ ეს კომპანიები საქართველოში ვინმეს აფინანსებენ. საიდან აქვს ინფორმაცია ეს ერთი საკითხია, ბატონ მამუკასთან უნდა გავარკვიოთ და რამდენად სწორია ეს ინფორმაცია ამას უახლოეს პერიოდში ჩვენ რა თქმა უნდა შევიტყობთ, მაგრამ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის არასანდო პარტნიორი ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა, იმიტომ რომ თუ ის ფული, რომელიც რუსეთთან ვაჭრობით იშოვება, რუსეთთან ურთიერთობით იშოვება, ხმარდება რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოში და სხვაგან ასეთ შემთხვევაში რუსეთი თუ გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებს, რატომ მეტყველებს ეს იმაზე, რომ რუსეთი არის არასანდო პარტნიორი. ეს პირიქით იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არასწორად უყურებთ საგნებს და მოვლენებს, არასწორი ურთიერთობები გვაქვს გარე სამყაროსთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთთან და შესაძლებელია ჩვენი არასწორი ნაბიჯების, არასწორი ქმედებების შედეგი ცუდად მოგვიბრუნდეს. აი ეს უნდა ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ის არხია, რომელიც ამას არ ეტყვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს დასკვნა საქართველოს მოსახლეობამ და სწორად უნდა შევხედოთ საკითხს. ახლა აფინანსებენ თუ არა რუსოფობიას, აფინანსებენ თუ არა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, იმ ძალებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ საქართველოში, იმ ძალებს, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივი მტრობის გაღვივებას და დათესვას ცდილობენ. აი ეს საკითხი შესაძლებელია ჩვენ გაგვერკვია, მაგრამ ჩვენი გარკვევაც არ ჭირდება მას, იმიტომ რომ აი ახლა თქვენ ნახავთ ერთ პატარა განცხადებას, რომელიც გაკეთებულია მათივე წარმომადგენლის მიერ, ეს გახლავთ ნანული ჟორჟოლიანი, რომელიც აცხადებს, რომ თემურ ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს ფულს, რომ ისინი ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს. აი ეს ახლა თქვენი თვალით წაიკითხეთ, ეს განცხადება მოსმენილის გაქვთ ადრე და ეს რა თქმა უნდა ასეა. მრავალი ასეთი ნათქვამის მოტანა შეიძლება მათ მიერვე ნათქვამის ჩვენ რომ ვინმე არ გვენდოს შესაძლებელია ეს ასე მოხდეს, ამიტომ მე ვიშველიებ მათ მიერ ნათქვამს. ნუ რა თქმა უნდა ისინი აფინანსებენ რითი დგანან აბა ფეხზე ეს ამდენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სინამდვილეში დასავლეთის მეხუთე კოლონის არხები. მათ ვიღაცა აძლევს ფულს, კი დასავლეთიდან შემოდის ფული და ამავე დროს ჩვენი ეს ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში შოულობენ ფულს, მათ აფინანსებენ ანტირუსული იდეოლოგიის გასატარებლად და ამ საქმიანობის გასატარებლად. აი ასეთი არის ეს ვითარება და ამიტომ ყველა მხარეს ჩიხი შეიქმნა. ყველა მიმართულებით ჩიხი შეიქმნა. დასავლეთი, ამერიკა, ევროპა აგერ რუსეთიც ამას მიჰყვა ახლა და ძალიან გაუჭირდება საქართველოს რაღაცა ძალიან გონივრული ნაბიჯია გადასადგმელი, გონივრული რაღაც სულებია მოსაფიქრებელი, მაგრამ იქნება ასე მოვახერხებთ კი ასე. აი მე ერთი განცხადება მაქვს აგერ, რომელსაც ახლა გაგაცნობთ. ეს არის საქართველოს უხუცესთა საბჭოს განცხადება, რომელიც მიმართავს თავის წევრებს, რომ ამ წლის 27 ივნის 12 საათზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სააქტო დარბაზში გაიმართება უხუცესთა საბჭოს გამგეობის მორიგი სხდომა, სადაც დღის წესრიგის პარალელურად განხილული იქნება სხვა აქტუალური პრობლემებიც. იმისთვის, რომ წინასწარ მოემზადოთ და სახელმწიფო უწყებებისთვის დასკვნის სახით შევიმუშაოთ არგუმენტირებული რეკომენდაციები, გთხოვთ ამ წლის 19 ივნისამდე უხუცესთა საბჭოს გამგეობაზე განსახილველად გამოგვიგზავნოთ ის საკითხები, რომლებიც თქვენ აქტუალურად მიგაშინეთ და რომლის გადაწყვეტაც თქვენი აზრით სიკეთის მომტანი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ველოდებით თქვენს წინადადებებს, დიდი პატივისცემით, ფრიდონ ინჯია უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე. მე ვფიქრობ, რომ
უხუცესთა საბჭო იქნება ეს და ამ ფორმატში იქნება თუ კიდევ სხვა საერთოდ საზოგადოება უნდა გააქტიურდეს ძალიან, იმიტომ რომ ახლა თუ ჩვენ ძალიან სწორი, ძალიან გონივრული, ძალიან პრაგმატული და ძალიან გათვლილი ნაბიჯები ვერ გადავდგით, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უაღრესად გართულდეს ჩვენთან ვითარება. ეს უკვე შორეული პერსპექტივა არ არის. შესაძლებელია ძალიან ახლო მომავალში ძალიან დიდი სირთულეების წინაშე აღვნიშნოთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. რა კონკრეტულად რაზეა საუბარი, მსოფლიო რა მიმართულებით მიემართება, ამასთან დაკავშირებით მე ორი სიტყვას ვიტყვი დღევანდელ გადაცემაში, მაგრამ მანამდე შემოქთავაზებთ ჩვენს ცნობილ რუბრიკას ფსიქიატრიის რენტგენი. დავიწყოთ ერთი პატარა ვიდეო სიუჟეტით, ეს არის ქალბატონი, რომელსაც ოდესღაც მართლაც ერქვა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ახლა აღარ ქვია. თუმცა მას გონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია. რატომ უნდა დათმონ უბრძოლველად ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს მაშინ, როცა ის არის შედეგი 30-ზე მეტი წლის ინვესტირების? აი ერთი პატარა წინადადება. რატომ უნდა დათმოს დასავლეთმა საქართველოს? აცხადებს ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი არ ამბობს, რომ დასავლეთი უნდა დაგვეხმაროს, ან დასავლეთი დაგვეხმარება, რომ დასავლეთი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობას არ დაკარგავს და ისევე იქნება ჩვენს მიმართ ტოლერანტული, სულგრძელი და ჩვენზე, ასე ვთქვათ, ჩვენზე რაღაცნაირად მომართული, რომ რაღაცაში ხელი შეგვიწყოს. ამას არ ამბობს. დასავლეთმა რატომ უნდა დათმოს საქართველოს? მიხვდით ხომ ამ ერთი სიტყვის მნიშვნელობას? ხანდახან ერთი სიტყვა მთელ რომანზე მეც ამბობს. ამ შემთხვევაში ამ ერთმა სიტყვამ დასავლეთის მთელი დამოკიდებულება გამოავლინა და გამოავლინა ჩვენი დამოკიდებულება არა მარტო დასავლეთის მიმართ, არამედ იგივე საქართველოს მიმართ. როდესაც ჩვენ გვინდა რომ დასავლეთმა არ დათმოს საქართველოს. ანუ საქართველოს უნდა იყოს ის საჯილდაო ქვა, როგორი საჯილდაო ქვაც დასავლეთსა და რუსეთს შორის გახდა უკრაინა და რა მოიტანა ყველაფერმა ამან იგივე უკრაინისთვის თქვენ შესანიშნავად იცით. ამიტომ რას იმსახურებს ქალბატონი, რომელიც ახლა თქვენ წინაშე იყო წარო, რა შეფასებას? მე არ მინდა საკუთარ თავს მივცე უფლება იმ შეფასებით წავსდგე თქვენ წინაშე, რასაც ის იმსახურებს. და ისევ მისმა კოლეგებმა გასცენ პასუხი. არა უბრალოდ ქალა, ასე უვნებელი გამოყენებული ქალი კი არა. ეს არის რეზიდენტი ქალა. აი ასეთ უბედურებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი ახლა დაიჯება თუ არა გვარამია იმისთვის, რაც მას აქვს, ნათქვამი და რა ლექსიკითაც ის ეხმიანება და ეხმაურება გარეს ამყაროს და განსაკუთრებით იმათ ვის მიმართაც პლატკეთილგანწყობილი არ არის, ეს იმ სკროლოვას კრინვის სამინისტრო თუ როგორ დაარქვეს, ახალი სამინისტრო, რომელიც აჯარიმებს ხოლმე ხალხს იმ სიტყვების გამოყენებისთვის, რომელიც მიღებული არ არის საზოგადოებაში. ნახოთ. დიახ, ახლა ერთი ახალი ამბავი, რომელიც ეხება ნაციონალურ მოძრაობას, პატონმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავმჯდომარე გამოცვალოს და ახალი თავმჯდომარე დანიშნოს. მე არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. პარტია სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი, ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად. აი ასეთი არის ეს
ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ხოლმე ამ პარტიაში და საერთოდ ამ მეხუთე კოლონაში. მაგრამ მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი და გაჩვენოთ მისი ფერის ცვალება და ის თუ როგორია მისი მდგრადობა პოლიტიკური საკითხების მიმართ. უბრალოდ მამა არის ის ადამიანი, რომელსაც იცნობს მთელი საქართველო და არავინ არ იცნობს. დამეთანხმები ალბათ. მაგრამ ბევრი რამ გსმენია, მას არ უყვარს ამაზე საუბარი, ახლა ამას რომ ნახავს გაბრაზდება, იტყვის ვინ მიცან ანუკას ამის უფლება რო თქო, მაგრამ ბევრი კარგი გაკეთებული საქმე და ბევრი სიკეთე გაგვიგია ყველას, ვინც ახლა აქვს ხედვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია. სამება ეყოფა ყველაფერს, სამების აშენებას გულისხმობ, ეს ეყოფა ყველაფერს, არ გავაგრძელებ საუბარს, ძალიან რომ არ გავაბრაზდო, იმიტომ რომ ვიცი რომ ამაზე საუბარი არ უყვარს მამაღლა. აი ასეთი გახლავთ ეს პოზიცია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ არის ჩაწერილი, მაგრამ ამ ქალბატონის, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ კუთვნილებაზე მეტყველებს, რომელიც დღეს მთლიანად არის შეცვლილი. აქედან გამომდინარე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ მდგრადობაზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ ვლაპარაკობ იმაზე, აი ეს ორი ძალა როგორ ეთამაშება ერთმანეთს წლების განმავლობაში და ახლაც, როდესაც ნანული ჟორჟოლიანი მოყავთ, როგორც ჩანს, მოყავთ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, ვინ არის ეს ნანული ჟორჟოლიანი და რამდენად ეკუთვნის ის ნაციონალურ მოძრაობას და რამდენად ჩამოირეცხა მან, ასე ვთქვათ, თავისი ქოცური ვნებები და საერთოდ სად იწყება ქოცი, სად თავდება ნაცი და რა ხდება ამ ორ პარტიას შორის, ესეც ახალი არაფერი არ არის, მაგრამ აი კიდევ ნებისმიერ ვარიანტში, ნებისმიერ ვარიაციაში, ნებისმიერ გადალაგებაში პოლიტიკური სიტუაციებისა ეს საკითხი მუდმივად დგება დღის წესრიგში. დიახ, ამიტომ ნახოთ რა მოხდება ამ პარტიაში, ერთი რამ ფაქტია, ქალბატონი ნანული ჟორჟოლიანი შეიჭრა უკვე როლებში. ჩემთვის მნიშვნელოვანია შეხვედრები, ჩემთვის მნიშვნელოვანია პარტია როგორ უყურებს ამ ყველაფერს და მათთან შეხვედრები, ჩემთვის მნიშვნელოვანია ლევან ხაბეიშვილი როგორ უყურებს ამ პროცესს და ჩემს კანდიდატურას. არჩევნები არის აუცილებელი ამ დროს, როდესაც ჩვენ ამბობ, რომ მე მოვდივარ დიდი ცვლილებებისთვის და რევოლუციისთვის პარტიაში, გჭირდება სრულფასოვანი ლეგიტიმაცია და სრულფასოვან ლეგიტიმაციას გაძლევს არჩევნები. ნანული, როგორც ხედავთ, შეიჭრა როლებში, როგორც პარტიის მომავალი თავმჯდომარე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ პარტიას ყავს თავმჯდომარე ქალბატონი თინათინი, რომელიც არ ვიცით, დათმობს თუ არა პოზიციებს. სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მე ბრიფინგზე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვარ. ქალბატონი თინათინი, როგორც ჩანს, არ არის მზად იმისთვის, რომ ეს ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, ამიტომ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ მთავარი არ არის, მთავარი არის, რაც მან თქვა, რომ აი ასეთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქ, სადაც ვართო, მაგრამ სად ხართ, აბა ქალბატონო? მე შემიძლია გითხრათ თქვენ, სადაც ხართ, მაგრამ მაინც შევიკავებ თავს. ამიტომ მოდით ისევ თქვენმა კოლეგამ გითხრათ, სადაც ხართ. ყველანი ვხედავთ წღნელში, მეგობრებო. მე არაფერი მithქვამს. დიახ, ახლა ბატონო ზაალ, იქნებ მომაშველო თამარ კვარაცხელიას სიუჟეტი. მას მე მგონი აქვს ერთი რჩევა ამ ხალხისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, დასავლეთის მეხუთე კოლონისთვის, დასავლეთის აგენტურისთვის, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სიტუაციის არევას. მას აქვს მე მგონი რჩევა და ბარე მოვისმინოთ ეს რჩევა. მოგესალმებით. ეთერში ნოვოსტის სახლის გამოშვება, მე კი მისი წამყვანი თამარა კვარაცხელია ვარ. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ თბილისში სოფლიო მასშტაბის არტისტის ქენია ვესტის კონცერტი ჩატარდა. ეინახე ნაკლავისზე, ეინახე. დასაულია შენს მოგა. დასაულია ბიჭო. მოკლედ,
დაწყებული არ იყო კონცერტი, სოციალურ ქსელში აბსოლუტური სიგიჟე რომ დაიწყო. სოციალური ქსელები სრულად მოიცვა სიბრაზემ, ბოღმამ და სიძულვილმა. ადამიანები, რომლებიც ამ კონცერტს არ ესწრებოდნენ, დაამონათეს ის ადამიანები, რომლებიც კონცერტზე იმყოფებოდნენ. მხოლოდ ერთი მიზეზით. ახლა რა გეკონცერტებათო? მე კი მხოლოდ ერთი შეკითხვა გამიჩნდა. რატომ არ უნდა გვეკონცერტებოდეს? რა არის ამის მიზეზი? ომში ვართ? ნაცების გეგმა რომ შესრულებულიყო, ერთმნიშვნელოვნად ახლა ომში ვიქნებოდით. ან მეტიც, ომშიც აღარ ვიქნებოდით. დამთავრებული იქნებოდა უკვე კარკახნის წინ ჩვენი საქმე. მაგრამ ნაცებმა ნაცური გეგმა ვერ შეასრულეს. გარედან მოსული დავალება ჩააფლავეს და შესაბამისად საქართველოს ომში ვერ ჩაითრიეს. ომის პარკეტაგი დამიტახო, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა. გამომდინარე აქედან, არც ომში ვართ. ცოცხლები ვართ. შეიძლება ბოლომდე დალხენილები არ ვართ, თუმცა ბოლომდე დალხენა არც სჭირდება იმას, რომ ადამიანს ეკონცერტებოდეს, იმღერებოდეს და ეცეკვებოდეს. თქვენ ხო იძახით? სუპი გაქვთ და სუპს აჭამთო. არა ბატონებო. როცა კონცერტი გვაქვს, კონცერტსაც ჭამთ. დიახ, ცხოვრება გვიხარია იმიტომ, რომ თქვენ სათოფეზე არ გაგიკარეთ. ომში არ ჩაგათრევინეთ ეს ქვეყანა. ენა, მამული და სარწმუნოება არ დაგითმეთ. იდენტობა და ქართველობა არ წაგართმევინეთ. შესაბამისად, სასიმღეროდაც გვაქვს საქმე და საცეკვაოდაც. მართლა ეკაკვესიტაძის IQ-ს მქონენო. ადამიანებს ყველაზე ტრაგიკულ, რთულ და გამოუვალ მდგომარეობაშიც ეცეკვებათ და ემღერებათ. გასაგებია, რომ წიგნების კითხვა არ გიყვართ. ალბათ არც ფილმების ყურება. არც ხელოვნებას ხართ ნაზიარები და არც კულტურას, მაგრამ ერთხელ მაინც. რომ მოგდომებოდათ ან წიგნის საკითხვა და ან ფილმის ნახვა, ნახავდით, რომ რთულ მომენტაშიც კი ადამიანს სიცოცხლე უხარია. და თქვენ ხორჩესმულო ბოროტებავ. ჩვენ არც ტიტანიკებით ვიძირებით და არც ომში ვართ ჩართულნი. კიდეც დავლევთ, კიდეც მოვწევთ, არც პენსიაზე გავალთ და სტადიონებსაც შევავსებთ. კიდეც დავლევთ, კიდეც მოვწევთ, კიდეც ვინერულებ და პენსიაზე წარგავალ. ისე კი, ერთადერთი მომენტი, როდესაც მართლა არ გქონდა სასიმღეროდ საქმე. და თქვენ აიძულეთ ქართველები, რომ ემღერათ და წაგებული ომი ესე იმათ, ის 2008 წლის აგვისტო იყო. ის დღე, როდესაც ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ თაკარა მზეზე ეყარა. და ბოლოს, მანამ დაგემშვიდობებით, მინდა პატარა გამოსავალი შემოგთავაზოთ. მოდით, თქვენთვის იყავით? ქართველები, ჩვენთვის ვიქნებით. ჩვენ არ გვაქვს სატირლად საქმე. ამიტომაც არ ვტირით. და თქვენ, ახლა ნამდვილად სატირლად გაქვთ საქმე. ახლა ნამდვილად ტრაგიკული მდგომარეობა გაქვთ. ჩვენ ვიმღერებთ, თქვენ კი იგლოვეთ საკუთარი უსამშობლობა, საკუთარი გადაგვარებულობა და სხვათა შორის საკუთარი წარუმატებლობაც. ნოვოსტიას ეს სიმღერით და ცეკვით. გემშვიდობებად. ნამდვილად სწორი რჩევა მიეცი თამარ, მაგრამ ესენი რჩევას შენგან კი არა, მამაზე ციერისგანაც არ მიიღებენ, იმიტომ რომ დაწყევლილები არიან. წყეული ცნობიერება მართავთ მათ, საკუთარი წყეული ცნობიერება და დასავლური სპეცსამსახურების დირექტივები. ამიტომ ესენი არაფერს არ გაიზიარებენ, არც ერთ რჩევას არ
დაიჯერებენ, არ მიიღებენ, მაგრამ ცხოვრება მაინც თავისი გზით წავა და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. მე ვთქვი ზემოთ, რომ მსოფლიო ჩიხში შედის მეთქი ყველა გართულებული წერტილები ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, პოსტსაბჭოთა სივრცე თანდათან უფრო მწვავდება, თანდათან უფრო მძიმდება სურათი და რეალობა ხდება გაცილებით უფრო ცუდი, ვიდრე თქვათ გუშინ ან გუშინ წინ იყო. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ომი თითქოს დამთავრდა, 14 პუნქტიანი მემორანდუმის გამზადებული იყო ხელისმოსაწერად, რომელიც რატომღაც გადაიდო. მთელი ამბავი ის არის, რომ შეთანხმება შეუძლებელია შედგეს, იმიტომ რომ შეთანხმება არ არის აკარნახევი კეთილგონიერებით. შეთანხმება აკარნახევია ან ძალმომრევებით, ან მოტყუების მცდელობით, ან კიდევ რაღაცა ქვენაგრძნობებით. ამიტომ აქედან გამომდინარე ეს ყოველთვის გართულდება. აი მაგალითად რას ბრძანებს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი. შვეიცარიაში დაგეგმილი იყო შეხვედრა შეთანხმების ტექსტის ოფიციალური ხელმოწერისთვის. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ დამატებით შევისწავლეთ ეს საკითხი და საბოლოოდ მივედით დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა ტექსტი ხელმოწერილი იყოს ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ, თუმცა კონკრეტულ ადგილას მათი ფიზიკურად დასწრების გარეშე. ამისთვის ბევრი მიზეზი გვაქვს და ერთ-ერთი გულისხმობს იმას, რომ როცა ტექსტი ორივე ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერაა ხელმოწერილი, შეთანხმების დარღვევა გაცილებით ძვირი უნდა დაჯდეს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე სწორედ ეს მეთოდი ვამჯობინეთ. ამასთან ვთვლი, რომ ცერემონიის გამართვა ძალიან უადგილოა. დღეს 19 ივნისია, პარასკევი დღე. რამდენიმე საათის წინ ორმუზის სრუტე ისევ ჩაიკეტა. ანუ ეს შეთანხმებაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩიხში შევიდა. იქამდეც გასაგები იყო, რომ ასე მოხდებოდა, ვინაიდან შეთანხმებას არ უნდა ახლდეს ის კონტექსტი და ის ინტერპრეტაცია ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოთა პირველი პირებისგან, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, როგორც ტრამპს ჰქონდა. მე ვთქვი, მისმინეთ, თუ არ შეასრულებთ შეთანხმებას, არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ჯოჯოხეთურად დაგბომავ და მიწასთან გაგასწორებთ. ამიტომ არ ამგონია მათ უგულებელ ყონს შეთანხმება. კიდევ რა შემიძლია გავაკეთო? ხომ არ ვეთქვი, რომ სასამართლოში ვუჩივლებ. ნება მომეცით უბრალოდ სასამართლოში გიჩივლავ. არა, ჩვენ უბრალოდ ჯოჯოხეთურად დავბომბავთ მათ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში. არ მინდა მათ ეს გააკეთონ, მე მინდა მათ შეასრულონ შეთანხმება. საკმაოდ რთულია. მე არ მაქვს პრობლემა სირთულეებთან, მაგრამ ეს მართლაც საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა. თქვენ შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც გსურთ, მაგრამ იქ ინვესტირებას ვერ შეძლებთ. მათ კი ინვესტიციები სჭირდებათ, რადგან ჩვენ დაახლოებით $1.5 ტრილიონი, შესაძლოა $2 ტრილიონი ზარალი მივაყენეთ. ამიტომ ვიღაცას მოუწევს მათი დახმარება. არ არსებობს გარანტია, რომ ვინმე დაეხმარება. შესაძლოა მეზობელი ქვეყნებიც გარკვეულწილად დაეხმარონ, არ ვიცი, მაგრამ ეს უზარმაზარი თანხაა. თითქმის არავის აქვს ასეთი ფული. სწორედ ასეთი მასშტაბის ზიანი იქნა მიყენებული, მაგრამ ჩვენ არ ვდებთ იქ ფულს, ეს იყო ყალბი ამბავი. ეს რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, რაც შეეხება ამერიკისა და ირანის ურთიერთობებს, რომელიც როგორც ხედავთ, ჩიხშია შესული ისევ. მაგრამ აქეთ თუ გადმოვინაცვლებთ, რუსეთი, უკრაინა, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, კოლექტიური დასავლეთი, ნატო და ასე შემდეგ, ხედავთ, რომ აქ კიდევ უფრო გართულდა ვითარება იმის გამო, რომ რუსეთში რაღაცა დიდი გაუგებრობა ხდება. უკრაინული დრონების მასირებული შეტევა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო კოპოტნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ განხორციელდა დარტყმები. ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მოსკოვის მერის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებით 127 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, თუმცა რამდენიმე სამიზნეს მიაღწია, წერს მოსკოვის მერი. დარტყმების შემდეგ ცეცხლის სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა, მათ შორის დაიწვა მოსკოვში
ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი სადოვოდი. უკვე მესამე დახურულია მოსკოვის 4-ვე აეროპორტი. შეჩერებულია რეისების გამგზავრება და მიღებაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის რეგიონის თავზე 555 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. აი, ასეთი ვითარება რუსეთში შექმნილი. ბევრი რამის ჩვენება შეიძლება, ბევრი რამის აღწერა შეიძლება, მაგრამ რეალურად გვაქვს ასეთი სურათი, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გასულმა 4 წელიწადმა და კიდევ თუ არ ვხსნები, აგერ 4 თვემ დიდი დროა. ვიჩვენა ის, რომ არა ის კი არის ბომბება, ვის დასაბომბადაც თქვათ ეს ყველაფერი გაკეთდა, იმიტომ რომ იქ იყო წესრიგი დასამყარებელი და იქ იყო გასაკეთებელი დენაციფიკაცია და სხვა მთელი რიგი ჩამონათვალი, რომელიც იყო, ხო? დემილიტარიზაცია და ასე შემდეგ. აი ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვი იბომბება და რუსეთის ცენტრალური ქალაქები იბომბება. რა არის, როგორ არის ეს ყველაფერი? არ არის ადგილსათქმელი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს უკრაინა კი არ უპირისპირდება, არამედ უპირისპირდება მთელი კოლექტიური დასავლეთი მისი უზარმაზარი სამხედრო მანქანით, ამიტომ გართულება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მაინც გასაკვირი ამაში არაფერია, თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში რუსეთში რომ რაღაცა დეზორგანიზაციის ელემენტები შეიმჩნევა, ეს ფაქტია და აი მე ახლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთ პიროვნებას, რომელსაც რუსეთის საზოგადოებრივი აზრი კარგად ესმის, პირდაპირ აი მაჯაზე, პულსზე უდევს დიდი. Идут удары по нам. Может, плохо понимаю. У них баллистика хуже, у них дронов, как мы понимаем, меньше и хуже, но они почему-то не размазывают сопли вот по поверхности, а бьют целенаправленно по объектам и попадают. Попадают вот куда совсем не надо, чтобы попадал. А почему они бьют по нашим мостам, а мы каждый раз говорим, что это очень сложно? У них все хуже, но они по нашим мостам бьют. У нас все лучше, и мы не бьем. А почему мы не защищаем свои мосты? А почему мы не защищаем свои нефтяные объекты так, как их надо защищать? უკვე ვხედავთ, როგორი ვითარებაა შექმნილი. ძალიან რთული ვითარება და მისი ეს ემოციური ფონი, რაც ახლა იმას, რაც ბატონმა სოლოვიოვმა გვითხრა, თავისთავად ბევრ რამაზე მეტყველებს. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ მოსკოვის მერი, ბატონი სობიანინი, რომელიც იმგვარ განცხადებას აკეთებს, რომ შეგეშიდება კაც. Я хочу обратиться ко всем москвичам и гостям столицы. В связи со сложившейся обстановкой мы вынуждены временно ввести некоторые ограничения на покупку всех видов топлива на наших заправках. На данный момент будет действовать лимит на продажу не более 20 литров, а дальше мы планируем перенять положительный опыт из Крыма и, скорее всего, введем систему талонов. Я прошу вас сохранять спокойствие и не создавать излишнюю панику. Благодарю за внимание. ეს მართლაც დაუჯერებელი ვითარებაა შექმნილი. წარმოუდგენელი ვითარებაა შექმნილი. და დეზორგანიზების და დეზორიენტაციის რაღაცა ძალიან დიდი დოზა შეიმჩნევა დღევანდელ ხელისუფლებაში რუსეთის. კიდევ ერთი მე მინდა ეს მთელი სიგრძე სიგანი წარმოვადგინო, რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამ გადაცემაში თუ რა რთულია მდგომარეობა. იმიტომ რომ აქედან უნდა ამოვიდეთ, კი არ უნდა დავმალოთ რაღაცა, კი არ უნდა მივაჩუმატოთ რაღაცა, არამედ პირიქით ყველაფერი დავინახოთ მთელი სიგრძე სიგანით, ისე როგორც არის. ბატონი ოლეგ ცარიოვი, ეს ცნობილი მოღვაწე გახლავთ, ნახოთ როგორია მისი პოზიცია. Страна превратилась в проходной двор. Теперь вот пострадали наши самые младшие граждане. Уже в 4 регионах учебные заведения перевели на дистанционку. Липецк, Чувашия, Пенза, Ставрополье. Вы только вдумайтесь, какая обширная география. И мы ничем это не перекроем. Ни мытьем, ни катанием. Что-то не припомню среди целей специальной операции. Унижение всей страны каждый день. ურთულესი ვითარება. მაგრამ რას ვიქრობს იქით ამხარე? როგორც ჩანს, მთელი ის მცდელობები, მოლაპარაკებები ომის დამთავრების შესახებ და ასე შემდეგ ეთყობა
მაინც ბლეფი იყო. თავარი არის დასავლეთის ის ჩანაფიქრი, რომ რუსეთი უნდა დააჩოქონ. ისინი რუსეთს უკან დასახევს არ უტოვებენ. სხვა საკითხია დააიჩოქებს თუ არა, მიაღწევენ ამ შედეგს თუ არა, მაგრამ ჩანაფიქრი, როგორც ჩანს, ასეთია და ამას ხაზი გაუსვა იმ მდგომარეობამაც, რომ ეგრეთ წოდებული დიდი შვიდეული შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა საფრანგეთის ერთ-ერთ კურორტზე, აი იქ გაესვა ხაზი იმას, თუ რას აპირებენ ისინი და როგორია მათი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. ევრონიუსის ერთი პატარა სიუჟეტი. ირანთან მიღწეული გარიგების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომზე თეთრი სახლის ფოკუსირების ირიბი ნიშნები უკვე იკითხება. ამის მაგალითია დიდი შვიდეულის ქვეყნების ბოლო ერთობლივი განცხადება, რომლის ხელმომწერებს შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიცაა. მასში უკრაინის თავისუფლების, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის ირგვლივ ჯგუფის ქვეყნების ერთიანობაა დაფიქსირებული. ხაზგასმულია უკრაინის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო თვეების მანძილზე ბრძოლის ველზე მიაღწია. რაც მთავარია, დოკუმენტში ცალკე ნაწილი ეთმობა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის საკითხს და ამ კონტექსტში სანქციების გაძლიერებაა ხაზგასმული. ნავთობისა თუ გაზის სექტორში. ტექსტის თანახმად დიდი შვიდეულის წევრები მიიჩნევენ, რომ ესაა სწორი დრო დამატებითი ზომებისთვის, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად გარიგებას მიაღწია, რასაც ყველა მიესალმა. ჰორმუზის სრუტის გახსნას მან ვერ მიაღწია, როგორც გითხარით, აი დღეს ისევ ჩაიკეტა, მაგრამ რაც შეეხება უკრაინას, აქ უკვე ნათელია, რომ ისინი აი პირდაპირ აცხადებენ, რომ ახლა დროა, ახლა სიტუაციაა შექმნილი ისეთი, რომ ჩვენი ზეწოლა გავაძლიეროთ, ეს იქნება ეკონომიკური მიმართულება თუ სამხედრო მიმართულება. ორივე მიმართულებით ჩვენი ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, აცხადებენ ისინი. საფრანგეთის პრეზიდენტი ბატონი Macron. Entre hommes comme nous tous, on a juste პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა როგორც ჩვენ ყველამ უბრალოდ აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის მხრიდან არ არსებობდა სერიოზული მზადყოფნა მშვიდობაზე სასაუბროდ. ამიტომ არ ვიცი როგორ გითხრათ, ფაქტები თავად გვიჩვენებს ყველაფერს. რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოხდა გარკვეული ცვლილება. აქ საფრანგეთში ევიანის მომენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მომენტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ დიდი პატივისცემით მოისმინა უკრაინის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სიტუაციის შეფასება. ყველამ აღნიშნა, რომ უკრაინა ბევრად უკეთ უწევს წინააღმდეგობას რუსეთს, ვიდრე ზოგ შეიძლებოდა ეფიქრა და რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაშია. ერთხმად ითქვა, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ჩვენ გავზრდით ზეწოლას რუსეთზე და რომ უნდა გავაგრძელოთ ეს კურსი. მე ვფიქრობ, რომ ევიანის სამიტზე ვიხილეთ მიდგომის ძალიან ღრმა ცვლილება. არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა ითანამშრომლოს ევროპელებთან უკრაინის მხარდასაჭერად. საერთო სურვილი ამ საკითხზე წინსვლისთვის და რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას, თავდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების შესაძლებლობებს და ლიცენზირებას, ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია. ეს არის პათოსი, რომელიც გაჯერებულია სულისკვეთებით. რაც შეიძლება მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტად, მკაცრად ჩავწიხლოთ რუსეთი და მივაღწიოთ ჩვენ საწადელს. ეს საწადელი ალბათ რუსეთის აღსასრული უნდა იყოს, ალბათ მისი დაშლა უნდა იყოს. ბატონი მერცი, გერმანიის კანცლერი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დიდი შვიდეულის სამიტზე ერთობლივი декларация გამოვეცით და ჩვენი დროის მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ საკითხებზე საერთო ენა ვიპოვეთ. ამას მე ნამდვილად წარმატებად მივიჩნევ. სინამდვილეში ჩვენს განცხადებაში ამ საკითხზე ძალიან მკაფიო გზავნილი იკითხება. ჯგუფის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძლიერია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. G7-ის ყველა პარტნიორი გააძლიერებს სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინისთვის. საერთოდ ევროპაში ერთიანი სულისკვეთების მიღწევა ყოველთვის უჭირდათ, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ელვის ისრაფით ირაზმებიან ხოლმე ეს რაღაც თანდაყოლილი სიძულვილის ისეთი გამოხატულებაა, რომელსაც როგორც იტყვიან წყალი არ გაუვა ხოლმე. რუსეთის სიძულვილი ყველაფერს ყვეთს ევროპაში. ქალბატონი მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი.
ვფიქრობ, რომ თუ ამ საკითხზე შედეგის მიღწევა გვინდა, შემიძლია გითხრათ. ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნიდან ვინმეს წარდგენა. ვფიქრობ, რომ ასეთი ქვეყნების წარმომადგენლის დასახელება შეთანხმებას ჩემი თვალსაზრისით უფრო გაართულებდა. ამიტომ მე მივმართავდი ევროკავშირის საშუალო ზომის სახელმწიფოებს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, საბოლოო სიტყვის მთქმელი ბატონი ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ერთობლივ პოზიციაში ხაზგასმულია, რომ შექმნილია გარკვეული ახალი შესაძლებლობა და ამ მომენტის გამოსაყენებლად მხარეები თანხმდებიან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე, დამატებითი შემაკავებელი სისტემებისა თუ შორიმოქმედების შესაძლებლობებით მომარაგებაზე. დადასტურებულია უკრაინის სამხედრო წარმოების თვალსაზრისით არსებული ლიცენზიების განხანგრძლივების შესაძლებლობაც. უკრაინის ენერგეტიკული მედეგობის აუცილებლობა მომავალ ზამთარში. კონკრეტიკაში თავად დონალდ ტრამპი არ შესულა, თუმცა მოლოდინები რომ მასაც აქვს, განცხადებიდანაც იკითხება. მე ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც, რომელიც აქ იყო. მინდა გითხრათ, რომ რაღაც მოხდება, რადგან ისინი ბევრ ადამიანს კარგავენ. ბევრი ჯარისკაცი იღუპება, ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდის. რუსეთი უფრო მეც კარგავს, რადგან ისინი შეტევაში არიან და როდესაც ომში შეტევაში ხარ, უფრო მეც კარგავ. საკმაოდ მარტივია. აი ასეთია პოზიციები, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დასავლეთი ხელს არ იღებს მის განზრახვაზე და ის აპირებს ბოლომდე დაუპირისპირდეს რუსეთს. რას მოიტანს ეს? აი ეს არის დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც მთელი მსოფლიოს წინაშე დგას. ახლა თვალი გადავავლოთ იმასაც, თუ როგორია რეაქციები რუსეთში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ლავროვი. Я давно уже убежден, что слов недостаточно. Не случайно президент объявил какое-то время назад, после очередной выходки киевского террориста, о том, что мы будем теперь проводить массированные групповые удары на регулярной основе, по целям, от состояния которых напрямую зависит боеспособность вооруженных сил Украины. Это задача, поставленная Верховным Главнокомандующим. Наши вооруженные силы выполняют ее и будут ее выполнять. ჩვენ გადავდივართ რეგულარულ საფუძვლებზე, მოგახსენებათ ეს რასაც ნიშნავს, როდესაც რეგულარული არმია ერთვება, ეს უკვე პრაქტიკულად ომია და არა სამხედრო სპეციალური ოპერაცია. ამიტომ დგება ახალი ფაზა. სრულიად ახალი ფაზა, თვისებრივად განსხვავებული ფაზა. უფრო გამწვავებული, უფრო გამძაფრებული და უფრო ცუდ შედეგებზე გათვლილი, ვიდრე თავიდან, როდესაც ეს ოპერაცია იწყებოდა, ჩვენ შეგვეძლო რომ წარმოგვიდგინოთ. სამწუხაროდ ამ რეალობაში აღმოჩნდით. არის ასეთი კაცი ბატონი კარაგანოვი, რომელიც მიღებულია პოლიტიკურ წრეებში და მისი ანალიზი, ასე ვთქვათ, ყურადღების ქვეშ ექცევა ყოველთვის. ახლა ის გააკეთებს ერთ განცხადებას თქვენს წინაშე, რომელსაც დააკვირდით არა იმ თვალსაზრისით ეს მისაღებია თუ არ არის მისაღები, მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, არამედ იმ თვალსაზრისით თუ სანამდეა უკვე საქმე მისული, თუ როგორ არის უკვე ვითარება დაძაბული და წიბზეა ყველაფერი. Германия – это угроза. Самая серьезная угроза в мировой и человеческой истории, вместе с Японией. Ей никогда нельзя позволять использовать ядерное оружие. Если они даже попробуют, их нужно просто стереть с лица земли. Если они приблизятся, их нужно уничтожить и точка. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოსაწონია და რამდენად არ არის მოსაწონი ის, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ. დავაკვირდეთ იმას, თუ სანამდეა ვითარება მისული. უფრო მეტსაც გეტყვით, უფრო შორსაც წავალთ. აი, ცნობილი პოლიტიკოსი, ერთ-ერთი გამსაზღვრელი, ასე ვთქვათ, რუსული პოლიტიკისა, რას ამბობს და რა განცხადებას აკეთებს. По-русски говорят: ребята, вы что делаете? Если вы это сделаете, Англии не будет и Франции не будет. გაიგეთ? თუ ასე გაგრძელდება, ასეთ შემთხვევაში არ იქნება ინგლისი, არ იქნება საფრანგეთი.
ვიღაცა იტყვის ალბათ, რომ რუსეთს ამის თავი სადა აქვს, რუსეთს უკვე ბომბავენ, მოსკოვს ბომბავენ, პეტერბურგს ბომბავენ, რუსეთის სტრატეგიულ წერტილებს ბომბავენ, რაზეა ლაპარაკი, რუსეთი დაჩოქებულია და ასე შემდეგო, მაგრამ აი აქ არ უნდა დაუშვათ შეცდომა. იყო დრო, როდესაც ევროპა ებრძოდა რუსეთს, სხვადასხვა პერიოდები გვახსოვს ისტორიიდან, ხან შვედები მოადგნენ, ხან ფრანგები მოადგნენ, ხან გერმანელები მოადგნენ, თელ კოლექტიურ დასავლეთთან ერთად, თელ ევროპასთან ერთად, მაგრამ რაც მაშინ წაიღეს, ალბათ იმასვე წაიღებენ ახლაც. ოღონდ ჯერჯერობით ამ ფაზაში ვართ, რასაც ვხედავთ. ნუ უხარიათ რუსეთის მტრებს და მოძულეებს ის, რომ რუსეთში დრონებით ცვივა და აფეთქებებია და რაღაცა იწვის და სხარპლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ უხარიათ, იმიტომ რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ის, რაც შეიძლება რომ ამას მოყვეს. აი ამას შეიძლება ძალიან ცუდი ამბები მოყვეს. ამას შეიძლება მართლაც გლობალური კატასტროფა მოყვეს. ნუ დაგავიწყდებათ ეს. სხვათა შორის თვითონ პუტინმა ძალიან ენამოსტრებულად გამოიყენა ერთ-ერთი ენამოსტრებული მწერლის ნათქვამი თავის დროზე. აი ეს წინადადება. Что касается экономики, как сказал Марк Твен, слухи о моей смерти сильно преувеличены. როგორც მარკ ტვენმა თქვა, ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. პუტინის გარდაცვალების შესახებ ხმები ალბათ გადაჭარბებულია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს და ჩავთვალოთ, რომ პუტინი თუ გნებავთ პოლიტიკურად და თუ გნებავთ ფიზიკურად დამთავრებულია. რა, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მთავრდება? ეს ძალიან პრიმიტიული დასკვნა არ არის? ასეთ შემთხვევაში იქნებ ისეთი რამ ხდება რუსეთში, რომელიც მერე მართლაც შეუქცევაც გახდის იმას, რის შესახებაც წეღან უკვე ვთქვი, გლობალურ დაპირისპირებას, გლობალურ კატასტროფას და იმას, რასაც ბიბლიაში აპოკალიფს უწოდებენ. აი აქ ალბათ ყველაზე სწორი იქნება თუ შევასრულებთ იმ რიტუალს, რომლითაც ვამთავრებ ხოლმე ამ გადაცემებს. ავანთოთ სანთელი, გადავიწეროთ ბირჯვარი და ვილოცოთ, რომ გადავრჩეთ. ერთად გადავრჩეთ. სოფლიო რომ გადარჩეს. ამით დავასრულებ ამ გადაცემას, იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოსვლით. ნახვამდის.